მამა შალვამ დღეს პირველებთან კომენტარი წირვის დასრულების შემდგომ გააკეთა. მან თქვა, რომ რა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის შეფასებით განმარტებას ვერ გააკეთებდა, რადგან ოჯახს საკმაოდ ახლოს და კარგად იცნობს. დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ ბოდიშს უხდის გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და შვილს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინფორმაცია მან არასწორად გაავრცელა, თუ რას ამბობს უფრო ზუსტად სასულიერო პირი. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოვისმინოთ. პირველ რიგში რაღაცა შობის დღესასწაული მოწახავთ ხა დღეებე და მინდა რომ ყველა ეს დღესასწაული მიულოცოთ და ახლა თქვენ წამაკითხეთ ეს მის ანის გოგონას Facebook-ზე პოსტ წამაკითხეთ და მე მინდა რომ მას გადავცე რომ ეს ძალიან მიყვარს და მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს მე ამაზე პატიებაზე შენდობას ვეთხოვ. მე უბრალოდ არ მინდა თავის მართლების წინაშე ჩავდგე თუ მე ესე ვიცოდი სამწუხაროდ ეს ამბავი რაც ჩემგან მოისმინეს თუ ეს ესე არა პატიებაზე შენდობას ვთხოვ ყველა ადამიანის წინაშე და ყველაფერს შენდობას ვთხოვ. მას შემდეგ რაც სასულიერო პირმა ამბიონიდან გააკეთა განცხადება გარდაცვლილი ჟურნალისტის ანა მამულაშვილის შესახებ, ჟურნალისტის შვილმა მია გოგელაშვილმა Facebook პოსტი გამოაქვეყნა და მამა შალვას პირდაპირ უთხრა, რომ საკუთარი გარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არ აპატიებდა. მადლობა, ეს იყო საბა სიჭინავა.